როგორ შეგიძლია სიუხვეზე და შექმნაზე იფიქრო, როცა ფიქრობ დეფიციტზე. ყოველთვის მამზადებდნენ მაღალანაზღაურებადი სამსახურისთვის. არასოდეს არ იყო ბიზნესი როგორ აკეთო. ანუ დრო უნდა გაგეყიდა სხვაზე. შეიძლება ჩემზე ნაკლები იცოდე, მაგრამ იმ ნაკლებით ცოდნით რისკავდე. ყოველი მოქმედება რისკია. ბიზნესი რისკია. გიორგის ქონდა რაღაცა, რაც გინდოდა რომ შენ შეგეცი. ინტერნეტიდან მოყავდა ხალხი, ეს იყო რაღაც. იდგენიათ რომ ბიზნეს არ აკეთებდეთ, მაინც ერთად იქნებოდით? ელისო დავლიანიძე და გიორგი კორწახია, ცოლ-ქმარი და ბიზნეს პარტნიორები. პანდემიის დროს ბიზნესების გაჩერების გამო უმუშევრად დარჩენილმა კონტენტ კრეატორებმა ბოლო $1000 შექმნის საკუთარი ბიზნეს მოდელი. ახლა ცხოვრობენ ბალიზე, მოგზაურობენ მსოფლიოში და დისტანციურად მართავენ ბიზნესს საქართველოში. რამ დაგაჭერა რომ გამოვიდა? დამწყებები შედიან კონკურენციაში, ნამდვილი ბიზნესები შედიან კოლაბორაციებში. აყიდვები არის ყველა ბიზნესის ღმერთი. სისხლი. პირდაპირ შეგიძლია დაარქვა წარმატების ბიბლია. ჯერ არის story info-ველი, მერე მოქმედება, მერე შედეგი და პასუხი. კითხვაზე, რატო გაიყო ელისო გიორგი, რატო ახლა გიორგი კორწახია და ელისო დავლიანი? ხო და რატო? იმიტომ რომ